ქართული გამოთქმა ამბობს საგვარეულო ხარი ხართა რომ დააბა ანსნეს იცვლის ამ ფერსავო სულ რომ ამ გაუკუღმართებულ ხალხთან ავარ დაბმულები ეხლა იმას გარო ჩვენ კარგი იცოდით ღმერთ ჩვენ განკითხვის მიზნით არ ვამბობ მრავალი უფალი ამბობს წინანი ჩვენ იქნებიან უკანანი ვიზეც ვლაპარაკობთ იქნებიან წინ მაგრამ დღესდღეობით როგორც არის აი მოცემულობა როგორც სიტყვიან ხოლმე ეს არის რომ ჩვენ დაბმული ვართ ყველგან ზოგჯერ სახლშიც კი შინ ასევე სამსახურებში ქუჩებში მეტროში ბულვარებში თუ სხვა დაბმული ვართ ასეთი ეგრეთ წოდებული ზნის ხალხთან კაცებლებთან გარყვნილებთან სოდომიტებთან ანგარებთან მემძლავრეებთან ამიტომ ბუნებრივია რომ მათი მაგალითი როცა ხშირად ხარ გადამდებია აი ჩემთან აღსარებაში ვთქვა იცით რა არის მამო ანეკდოტებს უსმენდი ვთქარ როგორ მეკითხ თისმოშიში ადამიანი ხარ რა უნდა მექნა ერთ ოთახში ვხედავ სამსახურში და ეს ქალები სულ ჭორაობენ კისკისს მაქსიმალურად ცდილობ არ ჩავება ხან ისე თუ ხან ანეკდოტებს ყურია რომ პირდაპირ გაგებით ყურებში და როცა ყურებში თიც ვიკეთებ აბუჩად მიგდებენ გოიმს მეძახიან ესე იგი რაზე მოქმედებს ეშმაკი მათ მიერ მის პატიმოყარეობას რაც გინდა თასეთებს ზნეწახდენილებს რაც უნდა ის უთქვათ ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის ზნედაცემული ადამიანები რა სიტყვიან და მეტადრე უღმერთვები ჩემთვის მნიშვნელოვანია როცა ადრე თუ გვია მინდა თუ არ მინდა წარვდგები რა უფალთან გარდაცვალების რომ რას მეტყვის უფალი რა თქმა უნდა ჩვენი ეს აზრები მათთვის მოუღებელია ფერია მოვა ის თითოეულ ჩვენთაგან ვინც არ მინდა რომ მოვიდეს და რომელზეც არც კი ვფიქრობ და ეშმაკ ყველაფერს დაგეცეს რომ სიკვდილზე არ ვიფიქრობ სულ გართობაში ვიყო ღამის კულები დღის გასართობები მიერთი მოეთი და მოულოდნელად მოდის სიკვდილი აი ახლა რამოდენიმე ესე იგი ცნობილი მსახიობი ვიღაცა მომღერალი ესტრადის გარდაიცვალა გრიალით გადაიარეს თქვენი ენით ვამბობ ეს უთისოფელი და სასახლეში დაასრულეს კუბოში ესეც არ არის დასასრული ბოლო გაჩერება არ არის ისინი უფალთან დადგებიან სადაც ესე იგი სახარების ენით ვერც კი გაბედავენ თვალთაცა ზიახილვან რომ აიხილონ და უფალ შეხედონ ამასაც ვერ გაბედავენ და ამისი განცდა უკვე სიკვდილის ჟამს ეძლევა ბევრს და უფრო ბევრს გარდაცვალების შემდგომ როდესაც გაივლის საზვერეთ საცავს ჰაერის თველებთან ეშმაკებთან როცა მოინახულებს 60-ს და როცა ჯოჯოხებს მაგრამ ხო ის საკვირველება ყველაზე საოცარი ის არის რომ 60-ში ეძლევა ყველაზე დიდი სინანული როგორ რანაირად კითხულობ თქვენ